ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი დუმბაძის ქუჩიდან ავტომშენებლის ქუჩაზე ქალაქის გასასვლელთან გადაიტანეს როგორც ევრაზიის მომხმარებელთა ქსელის ექსპერტთა საბჭოს წევრი. ექსპერტი ზაზა ქარჩხაძე მეგატივისთან საუბრისას აღნიშნავს, ახალი შენობა არ შეესაბამება სტანდარტებს. მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები და ექიმები ფართი სიმძიმის გამო არ არიან დაცული სხვადასხვა გადამდები დაავადებისაგან. ზაზა ქარჩხაძე აღნიშნავს, რომ შენობაში, სადაც არათუ ქუთაისიდან, არამედ რეგიონიდანაც პროგრამაში ჩართული 1500-მდე პირი დადის, არაა საფირფარეშო. ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში შეინიშნება მეტადონის პროგრამების ქალაქიდან მოშორებით გატანის ტენდენცია. ზაზა ქარჩხაძე მეტადონის პროგრამაში ჩართული პირების რესოციალიზაციაზე ამახვილებს ყურადღებას და პროგრამის ხელშეწყობის აუცილებლობაზე. ეს პროგრამა ავტოქარხნის, ასე ვთქვათ, ბოლოში ქალაქგარეთ ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით არის ძალიან მოუხერხებელი. როგორც გითხარით, ის გზა, საიდანაც ნორმალურად შეიძლებოდა მისვლა მოასფალტებული გზა, შემოღობენ და სახელდახელოდ გაჭრენ რაღაც მოხრეშელი გზა, იყიდებ უფრო შორს ქალაქიდან, სადაც ჯანმრთელი ადამიანს გაუჭირდება გავლა, არათუ ასე ვთქვათ, დაავადებულს და ინვალიდს და შოშომუდეს. რაც შეეხება თვითონ და უნდა აღვნიშნოთ აქვე რომ ამ ქუთაისის პროგრამაში დადიან არა მარტო ქუთაისიდან, არამედ გარშემო ქალაქებიდან, აი თქვა ხონი, სამტრედია, ვანი და ასე შემდეგ. ყველა ქალაქებიდან ქუთაისის მეტად ჩანაცვლები თერაპიის პროგრამაში დადიან. და ძალიან გაურთულენ ცხოვრება ამ ადამიანებს, რომელსაც ისედაც რთული ცხოვრება აქვს. ამ ადამიანების უმეტესობა არის ასე ვთქვათ, შემოსავლის დაბალი შემოსავლის მქონე, ან სულ არ აქვს შემოსავალი, ბევრი არის თამდები დაავადებები. აი, ბევრი არის შუშუმეპირი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ და ხელით პირდაპირ მანქანიდან ხელით გადმოყავთ, ხელით შეყავთ და ხელით გამოყავთ ადამიანი. და ამ გზის გავლა ამნაირი ადამიანებისთვის ეს არის წამება პირდაპირ და არა მკურნალობა. ეს სამკურნალო დაწესებულებას ნამდვილად ვერ დაარღვევს. თვითონ შენობის დიზაინს, რაც შეეხება აი მართლა თვითონ ექიმები და პერსონალი ძალიან ცუდ არიან შენობაში და ეს არის რაღაც შენობა, რომელიც არც ვენტილაცია არ აქვს, ერთი პატარა შესასვლელი აქვს, არ ვერ განიავდება, მით უმეტეს ზამთარში აი იქნება ჩახოთული სივრცე, სადაც თვითონ ექიმები და პერსონალი იქნებიან დაავადებების რისკის ქვეშ, იმიტომ რომ ბევრს აქვს თამდები დაავადებები, როგორც აღვნიშნეთ, ბევრი ადამიანი არის ღია ფორმის ტუბერკულოზით. და წარმოვიდგინეთ, ახლა ამ პატარა სივრცეში ღია ფორმის ტუბერკულოზიანი ამდენი ადამიანი რო შევა, და საფრთხის ქვეშ დგანან ექიმები და მომსახურე პერსონალი, რო არაფერი თქვა თვითონ პაციენტებზე და იმაზე, რომ ეს არის ღირსების შემლახველი მოპყრობა ამ ადამიანების მიმართ. დისკრიმინაცია არის ამ ადამიანების. ელემენტარული ტუალეტი არ არის პირველ სართულზე, სადაც პაციენტები, ასე ვთქვათ, შედიან 1500 ადამიანი დადის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ტუალეტი არ გააჩნია. რომელიც არ ნიავდება, ყველანაირი სამედიცინო სტანდარტი დარღვეულია. არ ვიცი, საფრთხის ქვეშ დგანან თვითონ ექიმების და პაციენტების ჯანმრთელობა. ადგილობრივი მმართველობა ერთი პერიოდი აქციებს ატარებდნენ, ერთი კვირა ქუჩაში იყვნენ მოსული, რომ ესე იგი ეს პროგრამა არ გადასულიყო. შემდეგ როგორც ითქვა, შეპირდნენ, რომ ამ პროგრამას ისე შემოღობავენ, ამ ხალხს ისე ატარებენ, რომ საერთოდ ვერ დაენახავთო. თვითონ რაღაც ზოოპარკში იყო და ეს ხალხი რა ვიცი, საზოგადოების წევრები არ იყვნენ საქართველოში. ბოლო პერიოდში საერთოდ დაიწყო ეს ტენდენცია, რომ პროგრამების გატანა ქალაქგარეთ, აი თქვა ზუგდიდში გაიტანენ პროგრამა ქალაქგარეთ, როგორც ვიცი ქობულეთშიც გაიტანენ. ახლა ქუთაისშიც გაიტანენ. თუმცა ჯერ ესეც დისკრიმინაცია ამ ადამიანების მიმართ, რომ მოარიდო და დააჩილო საზოგადოებას, აი რატო რისიგულისთვის, ხო? მეორე თვითონ შენობა, სადაც ადამიანები შეიყვანენ, არის აბსოლუტურად, როგორც ეხლა ვთქვით, არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. რატომ გააკეთენ, ნამდვილად არ ვიცი. ახლა მიმართე მეკითხვით ჯანდაცვის სამინისტროსაც, თვითონ პროგრამების ხელმძღვანელობასაც, თუმცა სამწუხაროდ მაგაზე პასუხი ვერ მივიღე. მეტადონის პროგრამის კერძო კლინიკები, სადაც ნარკომომხმარებლები ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისებს იღებდნენ, სავარაუდოდ მალე დაიხურება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა გამართულ ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.
განსხვავებითი თერაპიის პროგრამებს, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სუბიექტების მიერ ხორციელდება. როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიც არის მეტადონი და ბუპრენორფინი. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია მას აქვს ძლიერი სტუნება არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად აღგრძელოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ. ძალზე მნიშვნელოვანია ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულების მეშვეობით მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს. გამგაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. კაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ეგრეთ წოდებული ლეგალური ნარკომანიის სასახალისებლად. ასევე დღეს თხოვე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებული სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს. მეორე ინიციატივა ფსიქოტროპული მედიკამენტების არასამედიცინო ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენებას უკავშირდება. ზედაპირული ანალიზი ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინების მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიგრძელება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უთუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფო ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა. ვერავინ მისცეთ იმის საშუალებას, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს. ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ამგვარი პრაქტიკის აღკვეთას ისახავს მიზნად. მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს. კანონით განისაზღვრება კონკრეტული ვადები, რომლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გასატარებელი იქნება მთელი რიგი ღონისძიებები, პროცესების შეუფერხებელი განხორციელებისთვის, მათ შორის პაციენტების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. კაფეოდ მინდა განვაცხადო, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით სათანადოდ სარგებლობს, მედიკამენტის გარეშე არ დარჩება. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ. ვერავის მივცემ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის პირველ რიგში ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას, საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენთ ინფორმაციას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ. მეგატივი დაინტერესდა, რას ფიქრობს ქუთაისში საზოგადოების ნაწილი ქვეყანაში შექმნილ ნარკოპოლიტიკაზე და მეტადონის პროგრამის კერძო კლინიკების გაუქმებაზე. ვფიქრობ, რაც ეს პროგრამები შემოვიდა, მომხმარებელი უფრო მეტია და რაღაც სხვა რეგულაციები თუ იქნება, ალბათ უკეთესი იქნება. საერთოდ რომ არ იყო, ანუ წინა წლებში უკონტროლო იყო ნარკოპოლიტიკა, სააფთიაქო ნარკოტიკით უფრო მეტი ზიანი მოქონდა, ვფიქრობ, მსგავს პრობლემას და ახლა ამ ეტაპზე რავი, რაღაცით უნდა ჩაანაცვლონ, ასე უბრალოდ აკრძალონ და საერთოდ არანაირი ზომები არ მიიღონ, ვფიქრობ, ცუდი შედეგი. უფრო სიმკაცრე უნდა იყოს იმ ადამიანებზე, ვინც
ნარკოტიკების, ანუ ვინც ყიდის, ხო, ვიდრე ვინც ყიდულობს. მაშინ როგორ უნდა დავეხმაროთ ამ მომხმარებლებს, ხო? კი, არა, მესმის, უბრალოდ ისე როგორც იყო იმ სახით, ვფიქრობ, კარგი არაფერი არ მოქონდა. მაინც იყო გავრცელება, გასაღება და რაღაც უნდა შეიცვალოს, ანუ სულ რო აიკრძალოს, არც ეს არ არის სწორი, მაგრამ ისე დარჩეს როგორც იყო, ვფიქრობ, ეგ არ მუშაობს სასარგებლოდ რა. მოსაწონი არა, თქმა უნდა. ვარყოფითად მოქმედე ჩვენსა და ამომწევს. ახალგაზრდების გავრცელებული ეგეთი ახლა. რა იწევს? თუ გიფიქრიათ გამომწვევი მიზეზი რა შეიძლება იყოს? რა მიზეზი მოთხოვნილება აქვს ბავშვებში, მაგრამ რატო უნდა მიმბაძველობა ალბათ, რა ვიცი აბა. მიმბაძველობა ახალგაზრდებს. ერთმანეთს ბაზავენ. უფროსი თავის წარმომადგენლ რა არის? არ ვიცი, მაგრამ იგი გავილი მაქვს და არ ვიცი. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ მავნებელია. აი ეგედა. ადამიანი პიროვნება ჩამოყალიბებული უნდა იყოს ისე, რომ ცუდი და კარგი გაარჩიოს ერთმანეთს. ეგ არის მთავარი. და მიდგომები ლიბერალური უნდა იყოს თუ აი ფიქრობთ რომ დასჯა გამოსავალია? ანუ მკურნალობა რეაბილიტაცია უფრო მნიშვნელოვანია თუ ეს თანამედროვე დასჯა ამოდენა სასჯელით, რა ვიცი, ძალიან ბევრია მე მგონი. ძალიან დიდი სასჯელია. ეგ გამოსავალი არ იქნება. ძალიან ცუდად. აი კონკრეტულად რას გულისხმობ? რასკოლიკო ყოველგვარ ხდება მაგ სცენის დაავადებული ხალხი, ძალიან ახალგაზრდებში ზარმოდებული, პირადად მე საფერნიეროდ არ მაქვს შეხვედრა, მაგრამ ადამიანებთან ვინც მოიხმარე კი. არ ამგონია ძირად საქმე ანუ სასიკეთოდ მიდიოდეს, ჩემი აზრის გამომდინარე, თუ ქვეყანა არის კარგ მდგომარეობაში, ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს კარგი. ანუ რა კარგი მდგომარეობა, რომ არ უნდა იყოს დამოკიდებულება ნარკოტიკებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ დღესდღეობით აქედან გამომდინარე, ქვეყნიდან გამომდინარე, ალბათ ხელს უწყობს. მე ასე მჯერა. ჩანაცვლების თერაპიები, კერძო ეგ მეტადონი და მსგავს რაღაცები პირიქით ეგ არის საშინელება. ეგ კლავს პირიქით ადამიანს, ჩემი არის ყოველ შემთხვევაში მე როგორც მაგრამ ნარკოლოგები და პროფესიონალები სხვა რამეს ამბობენ სხვა რამეს, მაგრამ თქვენ გამოსავალი რა შემდგომარეობს? ქვეყნის უკეთესი წინ, ანუ როგორ არის იცით, თუ ანუ არ მგონია ქვეყანა თუ გატარებულია ყველა წესი ამდენი ნარკომანი და ამდენი ნარკოტიკი ქვეყანაში იშოვებოდეს. საიდან შემოსეს ნარკოტიკი კითხვა თუ დაისვება, არ მგონია რომ ვიღაცებმა არ იცოდეს. მithumetes თავრობაში ვინცაა და ჩემს ხელშემწყობი ფაქტორები ბევრი არის. თქვა ჩემ გარშემო და ზოგადად ქუთაისში და საქართველოში სამწუხაროდ დადებითისკენ არ მიდის. დაკავებები შეიძლება აი შენ, ჩემთვის და თვალის ამფარავი რაღაცები იყოს საზოგადოების გამო, ვინც ტელევიზორში უყურებს რაღაცებს. თუ რაღაცა ძალიან ხელმისაწვდომი რაღაც არ არის, თუ გინდა ალკოჰოლი, თუ ეს ნარკოტიკი იქნება, შედარებით ნაკლები ხალხი იქნება მომხმარებელი. შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ რთულად მოსაპოვებელი, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები იქნება. სად არის? როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების გამოჯანმრთელება? მენტალურად შეცვლა პირველ რიგში ადამიანების და თავრობამ და სახელმწიფომ ხელმა შეუწყოს, რაც შეიძლება ნაკლები ნარკოტიკის შონა შეიძლება საქართველოში. ეგაა ჩემი აზრი. კი ვიცი, შესახედავად რას წარმოადგენს ეს არგოვადა. ვინც მაგას ეთრებს, ხო? იგი არანორმალურია, იგი ჯანსაღად ვერ მსჯელობს, საკუთარ ჯანმრთელობას სამცხეში აგდებს და ღუპავს ოჯახსაც. ნარკოტიკების შემომტანის ქვეყანაში უნდა დაისაჯოს მუდმივი პატიმრობით. მაგრამ როგორ უნდა შევამციროთ მათი რაოდენობა, როგორ უნდა დაუბრუნდნენ ეს ადამიანები ცხოვრების ყოველდღიურობას? რა თქმა უნდა, აღზრდობითი მუშაობა აქვს საჭირო და პროპაგანდა იმისა, რომ ნარკოტიკების მოხმარება იწვევს ასეთ უბედურებას. ეს უნდა გაიგოს ნარკოტიკების მომხმარებელმა. 96 წელს გადაბიჯებული კაცმა და მაგალითად ისეთი ნაგავი როგორიცაა სიგარეტი არასოდეს არ ჩამიძლია პირში. ნარი ეგი აბოლვე ბავშვი ხომ არ ხარ 5 წლის ასე. თამაშო აი ნაგავი ჩაგიჯია პირში. შევთ ახალგაზრდებს. ახალგაზრდებს ურჩევი შემართებას, სამშობლოს სიყვარულს, რაც მთავარია და ქართველია იყოს
ქართველობის ამაყი დამცველი. ხობ აუცილებელია გამკაცრდეს კანონი. განსაკუთრებით მათზე, ვინც მას ასაღებს. უპირველესად ისინი არიან, არ ვიცი, ქვეყნის და ერის მოღალატენი და სასტიკი სასჯელი უნდა დაწესდეს მათზე. აქედან დაიწყება მე მგონი პრობლემის მოგვარება. და ის ადამიანები, ვინც ამ დროისთვის მოიხმარებენ ნარკოტიკებს და საკმაოდ დიდი და კოლოსალური მათ უნდა დავეხმაროთ. როგორ უნდა დავეხმაროთ თქვენ? აი მაგალითად ჩანაცვლებითი თერაპია არსებობს პროგრამები, 11 კერძო მათგანი იხურებაო, ესე მოვისმინეთ. ფიქრობ, რომ დახურვა ნამდვილად არ გამოგვადგება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი უკვე აი ამ ეგრეთ წოდებული მარიხუანას მომხმარებლები არიან და ფიქრობ დახურვა კი არა, მათ დახმარება სჭირდება და ამ მდგომარეობიდან გამოყვანა არ ამგონია, რომ მათ ესენი უნდა მივატოვოთ ახლა შუა გზაში. ფიქრობ, რომ უნდა გამკაცრდეს კანონი არა მომხმარებლებზე, არამედ გამსაღებლებზე და მომხმარებლებს კი უნდა უშველოთ და უპატრონოთ. ისინი ჩვენი შვილები არიან.